მოგესალმებით მეგობრებო. როგორ ვართ? როგორ ხართ? Hi. დავითი ცივდება. წინაზე გაცივდა გადმომდა. ეხლა კიდე რო გადმომდა ხალხო მართლა ჩავაწყენ მიწაში. No, I would never do that. I love you too much. Thank you so much. Oh my gosh, ეს აფეთქს არა, გაცეებული არ მგონია ჩემი თავი უბრალოდ მაქვს დოდამ კივაყელი. მეუნება რომ აი გუში ნომზეს უმზირალი ჭამე ზამევრიო მარილიანია და ყელი გამიღიზიანაო და მაგის ბრალიაო რომ ეხა ცხურში ვარ გაჭედილიო. Are you fucking kidding me? Are you dumb or what? ვინც სწავლობთ ან ხართ ექიმი? დაადასტურებთ? დამიდასტურეთ გთხოვთ. ChatGPT-მ დამიდასტურა. მაგრამ მაქვს მიზეზი რატო გავცვდი მგონი. მოკლედ სხვა მიზეზი მაქვს. სხვა მიზეზიც მაქვს მგონი. უეცრად მეგობრებო შეამჩნევდა თბილისში საშინლად აცივდა. აი საშინლად აცივდა. Wow, დეკემბრის 20, okay? ხო, მაგრამ ანუ რატომღაც მე ისევ და ისევ მაცვია ისა თითქოს და რაღაც აი შემოდგომა იწყება რა, რაღაც აი გეთხოვება რომ აი კარდიგანი და ზემოდან აი პატარა ჯინსის ჟაკეტი რა. და მეგობრებს წავაყვანე ჩემი თავი, ალბათ ნახავდით ვინც მაფოლოვებთ Instagram-ზე, BB Warehouse-ში, თუ ნახე შენ, კი ნახე გავიყინე სანამ შევედი. მოკლედ, იცი ვაფშე რა არის ეგ BB Warehouse-ი? მაღლა იცი? Are you fucking kidding me? Who do you think I am? დავით ვადაკარია? ღრმაღელესთან არის. გადმოვედით, არის უდიდესი მიტოვებული შენობა, ერთი სამჯერ დავარტყეთ კრუგი, იმიტომ რომ ვერ ვიპოვე შესასვლელი, ამ დროს ვწვდები. და შეგნით არის უდიდესი ესეთი სპირალი რა, ალბათ მანქანები არის. იცი? ხო. მე მეგონა მთაწმინდის საბაგირო რო ადის ეგ შენობა იყო რა. კი. და მეგობრებო, ვაუ, იცი რა მხალა შენობა არის. აი ჩათვალე უდიდესი ცეხია, გატენილი ჭურჭლით, რაც მე სიგიჟემდე მიყვარს. მივხვდი რაზე? Yeah, baby. და სამი რაღაც ვიყიდა მეგობრებო და მინდა რა გაჩვენო. ანუ მეორადი ჭურჭელია თუ რა არის? არ არის მეორადი ჭურჭელი, უბრალოდ ალბათ რაღაც ძალიან კარგი ანუ ჯერისეთი it's not that cheap. არ მოტყუდოთ მეგობრებო, ანუ ეგეთი აფი არის, მაგრამ მე რაც ვიყიდა ძალიან აფი. შე რო იტყვი რომ it's not that cheap, ანუ ვაფშე არ არის cheap რა. ანუ ნახე Okay, show us. ერთი თაფში ღირდა თქვა 19 ლარი. სუპერშიც იგივე ფასები არის და არ ვიცი. მაგრამ მე რაც ვიყიდა მართლა კარგი ფასები იყო. მაგრამ ჩემი მეგობრები მეუბნებიან რომ არც ისეთი კარგი ხარისხის არისო. პირველი იყო ეს, ნახეთ, it's so cute კამერაზე ვაფშე ძალიან კარგი. რაც უფრო უკან მე წინაზე გატეხე სასანთლე. სასანთლე არის და? არა. კაი, ამას შევდეთ. სანთელი. მე ვუყიდე ამას თავისი ძმაც. ეგ საყვავილეა? საყვავილი არის ალბათ ხო, მაგრამ რაღაც ურნას გავს. Thank you. და მეგობრებო, თუ გაქვთ ნანახი და თუ კარგად გაეცანით Kendall Jenner-ის სახლს, იცით რომ კონდა ამ დაგვარი ბაზა. This is so pretty. გეხოცები მინდა რომ ამის ფასი გამოიცა. 65 ლარი. How much was it? 29 ლარი. ანუ იმის გამო წავედი შორს ხვდები, თორე რა თქმა უნდა 29 ლარსაც არ მივცემდი მაგაში, მაგრამ ეს რა ღირდა? 20. 8 და 10. აბა თებში ღირდა 19. ხო და ანუ იცი როგორ ვეძებე ეს რაღაცები? იმიტომ რომ ეგეთ ადგილებში რომ მიდიხარ, ანუ მინდა რომ ანუ როგორც აი მეორადებში. ანუ ძალიან კაია და მე აი ეს ტრანსპორტირება როგორ ხდება, რომ საერთოდ არ ზიანდება. რამოდენიმე იყო დაზიანებული. ჩემო მეგობარ, მე დებილი ვთეს, მოვკიდე ხელი რომელიც მინდა ნებისმიერს და წამოვიღე და ერთ წამი კარგად შეამოწმეო და მარი მიპოვა 1.7000 ნაკლე. ფილმის რეკლამაში გადამიღებდნენ selfie რო არ იყოს ახლა. და ჩემს უყედა ეს, იმიტომ რომ ჩემს სახლში ფიზიკურად ამის ადგილი არ არის მეგობრებო. This is so good. I know. და რაღაც ისეთი one of a kind pieces იყო ხო? რაღაც ვარდისფერი რამე, ძალიან ისე. ეგ სხვა შეიძლება ჩემმა ეგ მითხრა რომ ანუ ალბათ ახლა ყველას ექნება აქ და მეთქი არ ინერვიულ ყველა სხვა დავამტრია მეთქი. დეკენერატ. მაგრამ თქვენი სუპერშიც. და იმასაც უეჭალოდ ვიცი რომ გავუსწორდა. Apple doesn't fall far from the tree. მიყვარს რომ გევასება ჭურჭელი და რაღაც ეგეთი ხო? ხო, მაგრამ რაღაც ისე ვერ შევიგძენი კარგად. აი, ჩემ მარტო რო ცხოვრობდი, ალბათ სულ პლასმასის თაფშებზე შევჭამდი. იმიტომ რომ I don't give a shit about that. და მინდა რომ უფრო ნაკლები საქმე მქონდეს თუ გარეცხოს თავიდან ავირიდა. ჩემთვის აი ძალიან მიყვარს ჩემი ბაძუკა საყვარელი ბინუშკა რა, მაგრამ ის ფაქტი რომ აი არ შემიძლია რომ აი მეგობრები დავპატიჟო და აი დინერი მოვაწყო და ეს თეფშები და ეს ჯერ დიდი თეფში მე პატარა თეფში მე სუპის თეფში მე ეს და ეს რომ აი ამ ყველაფერს ვერ ვაკეთებ ძალიან მტკივა გული მაგას აი One day baby. I know one day baby. მე რო გავთხოვდები მილიონერზე. Right. გიყიდი ნებისმიერ სახლს.
Really? Yeah. მილიარდერს თქვი Oh, ახლა. fuck me, yeah. Oh, what the fuck. მილიონით ვერაფერს არის ამ ეკონომიკაში. Lawrence Sanchez-ის შულზე. თუ არ ყავს Jeff შული. Bezos შულს გამაყოლა რა Lawrence Sanchez. უნდა მაჩალიჩა ყველაფერზე. არა, იმიტომ რომ განია რომ Lawrence Sanchez-ი რო შენი mother-in-law რო იყოს, ისე გაგიხარდებოდა Oh, როგორც so cute. ყველ- ყველაზე ბედნიერ ადამიანი იქნებოდა ხალხო მსოფლიოში. მარტო მაგიტო ფულის გამო კი არა, იმენა მარტო მაგიტო. ახალი ტალღა გადავიარე, იმუნიტეტი უკვე გამომუშავებული მაქვს ხალხო და ვაფშე ნერვი არ მიიოკტება იქამდე სანამ არ ჩავდივარ დილის 8-ზე მეტროში და მესმის ჩემი ხმა საინახავს და მეთქი what the fuck is happening here? ანუ ლიტერალი ჩემ გოგო იდგა, ჩემი ვიდეო ქონდა ჩართული და მთელ ვიდეოს უყურა. თან იმდენი ხალხი ახალმა ვერც გაიქცევი ვერსად რა. ანუ კიდევ კაი წინ ვედექი. შენს დაგინახა? არა მგონია წინ ვიყავი მე და მე მოვიდა ეგ და თან უსმენდა რა. თან უხერხული იყო. მეთქი სად გავიქცე? იმიტომ რომ თან დილის 8-ზე არ მინდა რომ ვინმე დამინახოს საერთოდ. მithumetes მაგ ვიდეოს მე რა რა თვალითაც შემოხედავენ, მაგრამ გადავჭი. შენი აზრით წეხავს თუ არა მეტროში სათვალებით ყოფნა? No honey, შენ ძალიან გიხდება და ვიღაცებისთვის რა თქმა უნდა დახავს. ანუ გადაიტანე სუროგაციაზე რო ილაპარაკო. ანუ ჩემამდე მართლა არ დადის ხალხო ისევ და ისევ გამეორდება, იმიტომ რომ გოგო თავისი გამოხატავს საკუთარ აზრს. ჩემ ფონზე ძალიან დელიკატურად გამოვხატა ეგეთი. არა რომ აი დაწერეთ თუ რაიმეს განსხვავებულად ფიქრობ. It's off brand for me you guys. და მაინც მიუხედავად იმისა რომ ეგრე ვთქვი, ეგრე დიპლომატიურად. Yeah. მაინც ეს დავემსახო რა. ეს რისი დასკვნის საშუალებას გვაძლევს, რომ ვერაფერს ვერ იზამ ისეც, რომ ხალხს მოაწონა ბაზარია რა. So, do we care? No, we don't. Yeah. თან ახალი წელი მოდის და აი ისეთი კარგი გარემო არის ალბათ და გარში განწყობა არ მაქვს სამწუხაროდ. ანუ გუშინ ჩემთავს ვთხარი რომ მეთქი ხვალ უიჭველი უნდა ჩავრთო Christmas playlist-ი და ვუსმინოთ თქო, მაგრამ ვერ დავაწალე მაინც და ისე ვუსმენდი რაღაც ლათინოებს და მგონია რომ ზაფხულია. ანუ როდის მივალ იმ კონდიციამდე რომ სამთავრობო. იმენა მაიამიში უნდა იცხოვრო რა დავასკვანეთ. Really? Yeah, Eternal Summer. Okay. ლატინა გეყოლება ყველა ირგვლივ. Would love that. Okay. Star Island-ზე იცხოვრებდი. Palm Beach. Palm Beach maybe, yeah. Yeah, Star Island-ზე რა მინდა რა ეგ ძალიან ისეთი ის არის. It's too exclusive for you, you're right. თქონერად. Palm Beach რო გავასაბა Palm Murals რატო არ უყურებ იმ სერიალს რაც გირჩია? მან ხდება. საკმარისად კარგად ვერ მერჩია ხვდები. ვერ გავყიდე. შენი პრობლემა იცი რა არის? ბევრ რამეს ყიდი ერთდროულად, რაღაცაზე უნდა კონცენტრირ და ყველაფერს აუფასურებ, ანუ ბევრი პროდუქტი რაცა გაქვს. უკვე მყიდველს ინტერესი უკაცყლება. მე ვუყურებ ძალიან ბევრ რამეს ერთდროულად. დავითი უყურებს ხალხო, დედასპიცა ვარ, მე ისეთი dedicated და loyal მაყურებელი ვარ. თურქულ სერიალს რო ვუყურებ მას და არაფერს სხვას. და reality TV-ც გაჩერებული მყავს დროებით. რა? I'm so sorry. ანუ იმიტომ რომ ჩემმა პირატულმა საიტმა გაუტია და რაღაცებს კარგად აღარ მიჩვენებდა და ნერვები დამაწყვიტა. მაგრამ Salt Lake-ს არ უყურებ? ვუყურებ, მაგრამ 1-2 სერია მაქვს საყურებელი. ის ვინ მოკვდა? No. ანუ როგორი სიგიჟე იქნებოდა რომ მან ვინ მოკვდეს. და დავითი დღეს მოვედი და უყურებს Desperate Housewives. წინა დღეს მოვედი და უყურა რას Sex and the City. ხო და ეგ გაცემების დროს მემართება რომ მინდა რაღაცა ჩავრთო უბრალოდ გაუჩერებლად და ანუ აუ მე ეგრე ყურება არ შემიძლია მთლად რომ მიასად უყურებდი ყველა სიტყვა მინდა რომ გავიგო შენ აი პრესტა ფონურად გაქვს ჩართული ხო იმიტომ რომ რამდენჯერ უნდა უყურო ახლა დავიზაპირე ყველაფერი You're too smart and too talented. Desperate Housewives-ებიდან ვინ იქნებოდი? ვინ გინდა იყო რომ I want to be Brie. Shut up. No. Okay, გიშტები ძალიან დედოფალია იმ ხრი რა independent, educated. ყველაზე ტაიპი ადამიანები არიან წიგნაზე, აი ყველაზე ტაიპი ადამიანი. და ჩემ ანუ იმენა ჩემ personality არ არის, ხდები ყველაზე opposite. ჩემი აზრით ყველაზე მეტად ჩემ personality-სთან ახლოს ვინც არის უეჭველი ვიცი და ყველაზე მეტად არ მინდა რომ ეგრე იყოს, მაგრამ ეგ არის. შენი აზრით? Susan ხო ყოა? ხო. ახლა მოყურებდი ხა.
ხო ეგარი იმენა season ხარ იმენა season ვარ და ჯერ ეგ ტერი ჰაჩერი ხო ყოველს ეზიზღება როგორც რატო ეზიზღება it's so ანუ ჯერ ერთი უთესლესი ტანი აქვს ვინმე მაგია ყველაზე ლამაზი ქალია ვაფშე ჩემი ევა ლონგორიას ლამაზიც არის უბრალოდ ევა ლონგორი არის ძალიან სექსი და ვაფასებს მაგრამ თვითონ ტერი ჰაჩერი აი ულამაზესი სახე აქვს და როგორი დადებითი და ძალიან ისე იმშვალები რა რომ გეგონება უკეთილესი გოგო არისო მაგრამ მთელ ქასს ეზიზღებოდა და აშკარად მასშია პრობლემა არა როცა მთელ ქასს ეზიზღება ეგ ნიშნავს რომ შური მან ხო იყო ერთი დიდი ამბავი რომ ის ქონდათ რა ქვია რაღაც photo shoot us weekly-ში თუ სადღაც დაწყეს ერთმანეთს ვინსა დადგებოდა და ამას უნდა და შუაში დგომა და მაგიტო ანუ she was the problem let's be და ასე ჩავატაროთ იმიტომ რომ შუაში მინდა რა ვიყავ that looks so weird ჩახედე ხო როგორი არის სიმეტრიული არის That's okay, I'm fine with that. მე უფრო ვარ ვიდრე ნებისმიერ სხვა და ესეთი ციკიანი ვარ. ეხლა let me think about it. შენი ცივი იქნებოდი? აი მეზობლად რო გადმოდის. სუზანის ქმარი ვინც არის ეგრე ევასება? ქერა? რიჟა. მან ჯერ არ მივსულვარ. ეგ ძალიან გვიანა. შენ rewatch-ს კი არ უკეთებ, ესე იგი თავიდან უყურე. ხო, ეგრე არ მახსოვს ხო. მე მახსოვს პირველი 3 სეზონი. და ყველაზე რენდომად მოვიფიქრე, ოღონდ ეგ რატო იქნებოდი, არ ვიცი, მაგრამ kinda. All the final winner obviously. ვიცი. მეზობელი კარენი. ხო კარენი ქვია. არა. Karen ქვია. ქერა. ხო, ქერა ბოხოცი ქალი. დები კი არა და ირი. ირი. ეგ არის ახალგაზრდა გოგჩა უსაყვარლესი. ეგ არის დედოფალი გოგჩა. ყველაზე დედოფალია ვაფშე. რა უსაყვარლესი ქალი, she's so mean. No, in a cute way. ბორუტი არ არის. In a lesbian way, by the way. მე მგონი ძალიან ხო მე მგონი Susan ძალიან უნდა და მალავს. No. See, nobody has ever said that before. როგორი ის გაკ დაკურობები. Love that. თან მიხარია რომ ამ journey-ს გადიხარ და ბევრ აღმოჩენას გააკეთებ, იმიტომ რომ ერთი პერიოდი ისე მქონდა Desperate Housewives-ში ჩაჭრილი. დღის ის შვადყიც აღამ მთელი ჩემი vocabulary იყო დამყარებული, მან დროსაც ლაპარაკობდნენ. და რაღაც ისეთებს იგონებდი, რასაც მან და ლაპარაკობდნენ, მაგრამ ამბობდნენ რომ მან ლაპარაკობდნენ, whatever. მე რას უყურავდი? Well, nothing. I'm so sorry. ხო, დრო ისე მალე გადის. Love-ს არ უყურე ისე და ისე, ხო? არა. Jesus, დამთავრდა სერიალი უკვე. აი, შეგლენ Netflix-ში. Is it too good? It's too good to miss. Really? Yeah. I will. იმენა გამახსენე გთხოვ და უყურე. ჩემ გარშემო აბსოლუტურად ყველა გიждდება მაგ სერიალზე. ახლა ხო I'm barely surviving. და არ არის მთავარია იცოდეთ რომ გაცებული არ არის. Oh my god, another hot topic. I'm going to be tested sitqve. Rava. Nicki Minaj-ზე? No honey. აი მივიღოთ მანამ. უფრო hot არის. Wow. არა. ანუ სუმერის კლიპი ვინ ნახეთ ხალხო? Be honest. ანუ ჯერ ერთი მიგდებ ჩემი დაკალე სუმერის კლიპს და პროსტა ნახე გავხსენი რაღაც ოპერა იყო და ის not my thing. ანუ იმენ მიჭარელი მაგიჭი და სიტყვა გაჯაჯვა მესმის რა. რაღაც მომიშ და მეთქი oh my fucking god. I know right. და ეგ გავიგე და გავთი შეკრავე. ანუ ვაფშე არაფერი აღარ მინახავს. მეთქი bitches რატო არ მომცეს კრედიტი არაფერი no whatever. მე მივდივარ მეორე დღეს სამსახურში და მეუბნება რომ ჩემი თანამშრომელი იმათ უყურებიათ მთლიანისთვის. I love you guys. თურმე, ანუ ვიღაც ტიპი რო არის Levi Green თუ Right. You know the guy, right? ეს მარტო იმიტომ ვიცი ხალხო რომ პირველი მაგანდა და ჩვენზე ვიდეო ძალიან ადრე რა. ოპერის მომღერალი რო ამბობს სიტყვა გაჯაჯვას, ეს ტიპი იღებს სახეს. რაღაც ესეც სახეს რა. და that's it. ანუ მარტო მაგისტვის არის მაგლებში რომ ეგ სახე მიიღოს. ხვდები? არც მე არ მიყურებ მაგამდე. მე გაჯაჯვაზე. Not just ანუ ტიპს მივეცი სამსახური, იმენა ჯიბეს ჩაუდა ის ფული რაც უმერმა გადაუხადა, რომ რეაქტი გააკეთა ჩვენ ვიდეოზე, მე ესეთი პოპულარული რაღაცა ვთქვი და მე მაგან მიიღო სარგებელი ამ ყოველთვის მიიღებოთ იმისა რომ თელმა საქართველოს მე გაჯვა. What the fuck is happening? ხალხო, მე მინდა რომ სამართლიანობა აღდგეს ამ დაქცეულ ქვეყანაში. ნუ როგორც ხედავ უმეტესად კომპანიები ბულინგის მომხრეები არიან. Yeah, that was weird. Wasn't it? Yeah. მაგრამ I don't care. უბრალოდ მადლობა მინდა რომ მომწეროს. გთხოვ, მადლობა გადამიხადე. That's all I need. მგონი მოგწერა რაღაც და მოვიწყდა.
რაღაცას უწევს ხოლმე და ანუ არ იღლებიან ვიღაცა პროსტა არ იღლებიან და მე TikTok-ის კომენტარებს აი ძალიან ცალი თვალით ხსნი ხოლმე რა ხდება და გამოვდივარ და ეს ვაფშე არ ხსნის ამიტომ ვიღაცები ძალიან ყველა იჩება ძალიან წვალთ მეგობრებო მაგრამ we love you engagements გზრდის go ahead we love you guys მაგრამ მე ყოველს მეტ რაზე მეცინება იცი ან მართლა ჩვენ ვართ ძალიან სერიოზულ ბაბლში ან ხალხს მართლა არის არ გავიგე სიტყვა გაჯაჯვა არ გავგია და that's great. იმიტომ რომ თავიდან მე მეგონა რომ თლიანი თემა ხო lunchbox-ით დაიწყო. მე გაჯაჯვა დარჩა. ხო და მეთქი, ანუ that would be the last thing, რო აი რაზეც გავაპროტესტებდიან რაღაცაზე მექნებოდა თქვა პრობლემა რა. რა. სიტყვა გაჯაჯვაზე. ბაზარი არა. ან დღემდე დაჟე LinkedIn-ზე შავედი იმ დღეს სან შემთხვევით და იქაც კი გაჯაჯვა დამხვდა სიტყვა რა. არ გამჯაჯოთ ვიღაცა იწყებს პოსტს. მეთქი ვაუ. ხო მაგრამ ანუ ხალხი იყენებდა ჩვენამდე გამოიყენებს ჩვენ შემდეგაც მაგრამ ეხა ის სხვა დატვირთვით გამოიყენება რა აი ის გოგო რო იმ ვიდეოში ამბობს იმ პათოსით ვაძრობ მეც ანუ მე იცი რა ზამაშლება ნერვები და მინდა რომ არ ვიცი აი სულსაყვალესი ბავშვი რო არის ბზიკების ვიდეოში რო ცეკვავს რა აი ხო არის იმენა დივა და ყველა წერს ორი კატეგორიის ადამიანი დივა და უცებ 3 წელი დაღესტანში გავუფოთ 8 წლის ბავშვზე, I swear to God, 8 წლის ბავშვია თუ 10, 12, who cares? უნდა გაჩერდეთ, ანუ უნდა გაჩერდეს ეს ხალხი მართლა მაშინებს. არაფერი არ შეიძლება, მაგ სასტოს იმენის ხარებაში არაფერი არ შეიძლება. ბიჭა, როგორ უნდა იყო ეგეთი მართლა არ მესმის? კაროჩე, მივდივარ სტრასბურგში, რომ ადამიანის უფლებები დავიცვა ამ ხრივ. ახალი ომბუდსმენი გამოჩნდა არეალში მე. სხვა შორის მინდოდა. ომბუდსმენობა. სანამ ამ თარობამ ჯიბეში არ ჩაისვა ომბუდსმენიც, იქამდე სომინდოდა მაგრამ. სხვათა შორის ხალხო დღეს ვიდეო შემხვდა და ეს ტიპი ბაზრობს რომ შევისწავლეთო მარკეტიო ვიღაცა მართლა კაი კვლევა ჩაატარა რა რომ რატო არის საქართველოში პროდუქტის ფასი ევროპულ ფასებზე უფრო მაღალი ხო და იყო რომ აი ზეთის ფასი 40%-ით მეტია შოკოლადის 45%-ით კარაქის 15%-ით და ეს ყველაფერი განპირობებული არისო იმით რა მოგებასაც ნახულობენ ეს კონკრეტული ქსელური მაღაზიები სადისტრიბუციო კომპანიები იმის ფონზე რომ ევროპაში როცა ქსელური მაღაზია ქირაში იხდის და უშუალოდ 10,000 ევროს აქ იხდის 1000 ლარს ანუ ბევრად ნაკლები არის ის ხარჯი რაც გაზდით თუნდაც მომუშავე პერსონალზე თუნდაც ფარტზე რაც აქვს ნაკერავები ამის მიუხედავად მომუშავე პერსონალზე საერთოდ არც ლაპარაკობთ ამის მიუხედავად ეს მოგების კოეფიციენტი აქვს ბევრად უფრო მაღალი ანუ კატასტროფულად მაღალი ხო მაგრამ მე solution-ზე რო ლაპარაკობდა ამასო ზუსტად ანუ 10 წუთი ლაპარაკობდა მე მგონი პრობლემაზე და solution იყო ზუსტად 30 წამიანი რომ აი აუცილებლად ჩაუღრმავდებით და შესაბამისი ორგანოები გარკვევენ ანუ solution-ი ალბათ არ გვექნება მაგრამ ესე იგი ის მაინც მოგვეწოდეს რომ აი რო იცოდეთ პრობლემა გვაქვს მადლობა რომ აღიარეთ რომ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ყველაფერი რო ღირს 500 მაგი ანუ მილკა შოკოლადი ფასდეკლების გარეშე ღირს მე მგონი 6 ლარი როცა 80 ცენტი ღირს ყველგან კი რა არის რაღაც მომენტი რაც დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე მაგაში ორი აზრი არ არის მაგრამ FMCG ანუ ეს სექტორი შენი business degree გვაჩვენებდი პეცკომ Go ahead მაგრამ FMCG სექტორი ზოგადად საქართველოში მართლა ყველაზე დაუნდობელი არის ეგ ვიცი რაღაც სხვადასხვა სორსებიდან ვისაც შეაქვს თქვა პროდუქცია ან ნიკორაში ან თქვა რა ვიცი სპარში ან ორნაბიჯში ან სადღაც სოციალში ყველაზე დაუნდობელი და ყველაზე მომგებიანი ორნაბიჯი არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროდუქცია ძალიან ბევრი ან თქვენ რო ხედავთ ფასდაკლებას მეგობრებო თქვა აი რაღაცა პროდუქცია არის ფასდაკლებული მან ნიკორა არ ზარალდება მან ზარალდება თვითონ შემომტანი რომელიც ცალკე იხდის ზედნადებ ფულს იმაში რომ კონდეს გაჩერა როგორ ეძახიან promotional budget აი ქართულ დარუც როგორ არის და ანუ მაგ კონკრეტული თანხით ანუ აფინანსებენ ამ თუნდაც 2+1 იმას რა ქვია აქციებს ან ფასდაკლებებს მაგრამ თან ამავდროულად უნდა იცოდე რომ ყველა shelf space თავისი ფასი აქვს ანუ შუაში თუ არის თქვა ჩიპსი განლაგებული ესე იგი ძალიან ბევრი ფულს იხდი რა ანუ просто მაღალ პროცენტს იხდი რომ მანდი იყოს რა და ეს უბრალოდ კოეფიციენტები და ეს პროცენტები და თუ რამდენიმე აქვს რომ შეიტანო და უშუალოდ რო შედის ლეისი ფრესკოში ლეისი ფრესკოს ფულს უხდის მარტო იმიტომ რომ ლეისი დაიდოს ფრესკოში თან ძალიან ბევრი ფულს არა მაგას კი არ ვამბობ ხო მაგრამ ეგეც ხო ეგეც არის ხო მაგრამ გააჩნია სად დადებს და სად დადებ მაგის მიხედვით კიდე ფასი რა სად დადებ და ეს ყველაფერით არ კონტროლ
ვრცელდება თურმე და ანუ ფასი იმიტომაც იზრდება რომ აი ეს კომპანიები ვისაც შეაქვს იმის გამო რომ ამდენი ფულს იხდიან მარტო იმაში რომ შეიტანონ თავისთავად პროდუქტ ფასს უმატებენ ან და ვაფშე არ კონტროლდება მე არის რაღაც ესე რაღაცები არის რასაც აქ ხდება ანუ ისეთ თანხებზე არის ხალხო საუბარი და ისეთ პროცენტებზე თუ შეამჩნევდით ორი ნაბიჯი არ იყიდება კოკაკოლა იმიტომ რომ მაგდაც ერთი ამბები იყო და დრამები იყო იმიტომ რომ იმაზე რა ანუ insane რაღაცები ხდება ჩვეულებრივად რაც ევროპაში ჩვეულებრივად არალეგალური არის რა და რამოდენიმე ადამიანი ვინც ამ FMCG-ს სათავეში არის ინდუსტრიაში ასევე მგონი პარლამენტშიც ის ясно ვიღაცას იქ უეჭველი ძალიან შეეშალა და გადაულიან და მაგის გამო მოხდა ეს ყველაფერი მაგრამ და მაგიტო და ქსელური მაღაზიების ხვედრი ანუ აი ერთ ადამიანზე რამდენი ქსელური მაღაზიაც მოდის რაღაც კონკრეტულ არეალში თურმე არის რაღაც 3-ჯერ მეტი ვიდრე ევროპაში ანუ რამდენი ქსელური მაღაზია გვაქვს? ჩემთან გადათვალე რამდენი არის, არ თქვა ის. მართლა ევროპაში რამდენი არის? Lidl-ი, Carrefour-ი, რაღაც აი 5 ქსელურ მაღაზიას ჩამოთვლი და უბანში არის მარტო 10. მაღაზია არ არის საუბარი, უბრალოდ როგორი რაღაც არის, აი თქვათ ყველაზე კარგი მაგალითი არის, რა ვიცი, პეკინი თუნდაც რა იყო, ანუ ჯერ ხო არის, თქვათ ავერსის გვერდზე არის PSP, PSP-ს გვერდზე არის GPS, მიხვდი? მე არის ორი ნაბიჯი, მე არის პარი, მე არის ნიკო, ასე ჩაყოლებით ხალხო, ანუ აი უბრალოდ ვერ ხვდები რაღაც oversaturated არის რა და ეს ყველაფერი ალბათ იმიტომ ხდება რომ რეგულაციების ნაკლებობა არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით. საერთოდ არ არის. ძალიან კაია, იმედია მართლა ვინმე მიხედავს მაგას და უბრალოდ ტუფტა ვიდეო არისო, მაგრამ ისეთი კაი კვლევა იყო ჩატარებული. აი მართლა რა კითხვა შეიძლება გაგჩენო და პასუხობდა რა. მეთქი ვაუ, ვიღაცა მართლა იმუშავა. ხო, მაგრამ იცი რა არის პრობლემის იდენტიფიცირება ერთი არის, მაგრამ როდესაც პრობლემის მაგვარების გამო შეიძლება შენ დაკარგო რაღაც ბენეფიტები, რაც შეიძლება სხვა. რამდენად მოაგვარებ უკვე? ხო, ეგ უკვე სხვა თემა არის, ამიტომ. გეთანხმები. ასე მე არ ძალიან ცუდი ინდუსტრია არის ჩემი აზრით და არ მჭირდება არანაირი სპონსორი მაგ ინდუსტრიიდან არ არის, so I can fucking say that. Sparmager გადაუხადოს რა ქვია თავის თანამშრომლებს წესიერად და მე შეუძლია რომ დაგვასპონსოროს ჩვენ. I think we're going to be better without it. Oh my god. Wow baby. იმენა უნდა გაგიშვა და სადღაც ილაპარაკო ამ თემაზე. მიკროფონით ხელში. I'm good here babes. არა, იმიტომ რომ ესე დაჟემს მსმენი არა რაღაც პროგრამა აქვს 16 წლის ბავშვებს. თუ ეს თუ არასრულწლოვანი ბავშვებს, თუ ეს იმიტომ რომ რაღაც გავიგე რომ აი ერთი ბავშვი იყო იმენა არასრულწლოვანი იყო რა. It's insane. ვინც მუშაობს? ხო, ანუ რა საათებზე მუშაობს და რაღაც გამოვკითხა მე მაინტერესებდა. ვაიმე გუშინ სპარში ვიყავი და ამბობდნენ რომ ანუ ყოველ მეორე ღამით მუშაობენ რა მთელი ღამე და ორნი არიან და მეთქი რა კაი ალბათ ეცვლებით თქო რა და არაო ძილის უფლება არ გვაქვსო კამერებში გუყურებენო. ანუ აი ძალიან გონი მეთქი. ეგ ხო ის ჩინურ იმაში საწარმოებში რომ ხელზე რო უკეთიათ რაღაც სპეციალური რო დაიძინათ? არა და ანუ თუ გაჩერდა ეგ ხელი, ანუ ამჩნევენ და აჯარი. ხადავ. Ja. ანუ აი თანამედროვე ის არის რა ქვია. ხო, სამწუხაროდ. მე ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ თქვა თუნდაც ევროპაში კვირას რაღაც არ მუშაობს. მე ვარ აი ხალხო ვერ დაგაჯერებთ ისეთი მოუწესრიგებელი ვარ როცა საქმე მიდის grocery shopping-ზე რა ანუ ეს ფაქტი რომ თქვა კვირას შეიძლება არაფერმა არ მუშაობს მე ყველაზე ძლიერად დამერყავს რა მაგრამ რო ვიცი რომ ადამიანს გავს და აქვს უფლება რომ დაისვენოს აქვს უფლება რომ რა ვიცი ოჯახთან გაატაროს ან მეგობრებთან გაატაროს დრო და ამავდროულად მიიღოს სათანადო ხელფასი და ღამეები არ არის საჭირო ყველა მაღაზია 24 საათიანი იყოს მართლა არის საჭირო იცი როგორ მეწოდება ჩვენაირი გაქანების ქვეყანა არ არსებობს მაგ ხრივ აი ყოველთვის ყველაფერი არის ღია. აი უბანში, უბნის მასშტაბი, ჩემთან უბანში აფთიაქიც არის 24 საათიანი, მაღაზიაც არის 24 საათიანი რამდენიმე. და ევროპაში სახე რო გაიძრო 8 საათის, აი მაქსიმუმ 10 საათის მერე რო კვდებოდა ხალხო. ეგ კი არა და ხო გეუნები სლოვაკეთში რო ვიყავი და ვცხოვრობდი, რა თქმა უნდა არ გავითვალისწინე რომ იკეტებოდა ეს Christmas პერიოდში რო დაიკეტა მაღაზიები 3 დღე პური არ მქონდა სახლში მართლა ვკვდებოდი ბოლოს ვიღაცა So skinny. ანუ ავტობუსით წავედით სადღაც ბოლოში ბრატისლავას. ხო. მართლა გეუნები რომ პური გვეყიდა და ვიყიდა 5 დღის პური სადღაც ჟანდაბაში. და მაგრამ მე რა მაინტერესებს იცი ერთხელ ხო დაგემართება ეგეთ რაღაც. ხო იმახსოვრებ და ხო იცი რომ you have to prepare for it. ანუ I would never prepare for anything. ის ეს რითმი უნდა შეცვალო და დამერწმუნე უმარტივესი არის მაგ რითმზე გადასვლა. ანუ არ არის ეგეთი თვლა. ხო, ნუ როცა მუდმივად სადღაც ეგეთ გარემოში ცხოვრობ კი, მაგრამ მე მაინც ანუ მე უბრალოდ მინდა რომ საკუთარ თავზე ცოტა ნაკლებად იფიქრო და იფიქროთ იმ ხალხზე ვინც მანდ მუშაობს რა ანუ გასაგებია რომ მეც ძალიან შენ ვისელაპარაკები ახლა ბიზნეს ოუნერებს ველაპარაკები აბსოლუტურად ყველას იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთი გამოვიდეს და თქვას
რომ აი რატო აი თქვა უცებ იბუპროფენი რომ მომინდა კვირას ჩემი აზრით უნდა იყოს რაღაც აი 2 აფთიაქი ქალაქის მასშტაბით არა აი 10 აი უბანში 1 ხვდები? არა მოდი ეგ სტატისტიკა მე არ ვიცი გადაწყვიტოს ხალხმა ვინც მაგაში კარგად უბრალოდ არა თან კაია მე ძალიან გამიჭირდება აი ყველაფერი და იკეთოს წარმოგიდგენ თან ჩვენ ძალიან მიჩვეულები ვართ მაგას ვამბობ და არ არის მაგისგან გადმომჩვევა ეგეთი რთულიც როდესაც საუბარი არის თუ რამხელა წმინდა მოგებას და სათითაო კომპანია მგონია რომ აფთიაქებზე ალბათ საუბარიც არ ღერს იმიტომ რომ სურსათის ფასს უფრო ადარებ ძალიან თვალსაჩინო არის ევროპაში რა ფასები აი აფთიაქი კი ვამბობ რომ ძვირია მაგრამ ნახდად არ ვიცი ხა რაღაც კონკრეტული მედიკამენტი ევროპაში და დარწმუნებული ვარ რომ მან კიდე უფრო რაღაც სტრატოსფერული მოგება არის იმის გამო მარტო რომ აი აბესი თვითონ აწარმოებს ბევრ თავის skincare აიღა ხა I don't know you guys. არ ვიცი მეგობრებო მართლა გაძლიერდით ყველა. არ ვიცი ეს ეკონომიკური კრიზისი როდის მორჩება. თავარი თემა. ანუ იქამდე ყველაზე embarrassing რაღაც დამემართა იმ დღეს. გუშინ წინ. ვარ შეგაწყვეტინებ დავით. არა მოიცადე სანამ გადახვა. უცებ გავილით პატარა თემა არის მხრი რომ ჩემ დაკალთან ვარ ეს ალურის unboxing-ი ხო გავაკეთე ანუ გამოვიტანე მივედი გიჟევით ვაკეთებ და რომ უნდა დავდო TikTok-ზე ძალიან ამეს არა ამის ამოჭრა და იმენე მეთქი წეხსა დავიკიდე ჩავხურე რა შევდივარ 1 საათში TikTok-ზე იმიტომ რომ TikTok-ის ნოტიფიკაციები ერთადერთი რამე არაც გამართული მაქვს და ანუ რაღაც story დაგილა იქა და მილიონი რაღაც ნოტიფიკაცია fuck me ნოტიფიკაციას არა თურმე ეს რაღაცა ვიდეო ალურის ბოქსის unboxing-ი და მეტოზე მუსიკა და ანუ რაღაცას რომ unboxing-ს უკეთებ ზემოდან მუსიკაა და სამი და story-ში ყველაზე გადაბარო story-ში კიდეს ხმერთა ისე შემცხვა ანუ ძირს გავწექი არ მიყურებია ვიდეოს არანაირად წავშალე ეგრევე და ანუ reply-ები მაინც მოდიოდა რა ანუ ეგრევე არ აპდეიტდება ალბათ TikTok-ი არ ვიცი ანუ ვა რაღაც ძალიან მაჰაიპებდა ხალხი რა ძალიან კაი მეთქი girl და მეუბნები რომ მეთქი ანუ წავშალე და საერთოდ ცუდად გავხდი მაგას თუ გინდა screen recordings გადავიღებ გაჩვენებო არ იყო ეგეთი ცუდი მეთქი girl I don't want to see that ანუ როგორი მუსიკა რა ედო ყველაზე მეტად არ მახსოვს ანუ ალბათ პირველი აი რანაირად მოხდა ეხლა უკვე გამიჩნდა შიში აი ჩვენი მშობლების თაობას რომ მიეჭირება რაღაცაზე და რაღაცას სწავლ ანუ მეც I'm one of them მაგრამ თან ხო იცი რომ როცა ესე რენდომად არჩევს TikTok-ი sound რაც საშინელება რო არის ანუ აი ვიღაცამ გახსნა ჩემი story და იფიქრა რომ აი ანას ამის დადება უნდა დაო ესე რომ ხუთს რომ ხსნიდა ზედრო მუსიკა მანდას ხმერთო ძალიან ადრე რო აკეთებდნენ YouTuber-ები კი, მაგრამ იმერას ხდებოდა ხდები და ანუ თან ეგ ფილტრი არ გედო ერთ-ერთი რანაირად მოხდა მართლა არ დამიჭერია I swear to god მართლა არ დამიჭერია არაფერზე It's insane Okay გადავიდეთ ყველაზე დედოფლ მოგეწონა ალურ ბოქსზე Okay ორი სიტყვა რომ მაგას ვთქვათ რახან ჩამოვარდა კაროჩე ჩემ ორ მეგობარს ეს ალური subscription აქვს და სულ ჩამოწდით ხოლმე და ესე შორიდან ძალიან მომწონდა მაგრამ მას შემდეგ რაც დავინახე რომ საჩუქრად მოყვებოდა Yves Saint Laurent-ის ეს რაღაც gloss pomade და მეთქი I want that shit და რა თქმა უნდა მე რაც მომიდება ყველაფერი უნდა გართულდეს ხალხო 30 აკაუნტი გავაკეთე შენ ხომ მაინც იცი რამდენჯერ დავწერე ჩატში VPN-ით ამით იმის იმეილით ჩემი იმეილით ამის ბარათით იმის ბარათით იმის მისამართით ჩემი მისამართით ყველანაირი გზავცადე სულ ვიბლოკებოდი ანუ როგორ მუშაობს ეს რომ ამერიკაში უნდა იწერდე ამ subscription სხვაგან ვერა და საქართველოში ვინც იწერს ყველა იწერს VPN-ით და ამბებით მაგრამ იწერენ ხალხი და მე one of a kind ადამიანი ვიბლოკე მართლა ხალხო ალბათ ჯამში 10 საათი შევალია ამ ყველაფერზე ჩარლიში და ბოლოს 10 საათი 10 დღე ანუ 10 დღე ჯამში მაგრამ საათები რომ მივათვალო ერთმანეთთან ანუ support-თანაც რამდენჯერმე დავრეკე იმენა ტელეფონზე ამერიკაში ვრეკავდი რა ანუ რა თქმა უნდა support-ი შემხვდა ვიღაცა ჩინელი გოგო რომ აი ყველაფერზე კისმეონებოდა და არაფერს რო არ მიკეთებდა რეალურად სამივეჯერ მაგან ცალკე წყობინე გამომიყვანა დისკაუნტიან რამე არ მოგცა ეს არანაირი კარიშა ეგ ნოემბრის ბოქსი ხო გამოვიწერა იმიტომ რომ ძალიან კაი ბოქსი იყო მართლა მე არც მიფიქრია რომ უნდა გავაუქმოთ ხო და 1 დეკემბერს
ნოემბერს მე გიმწერს რომ აი დეკემბრისთვის ჩამოგვაჭრაო კიდე და შევდივარ და არის ყალეობა ბოქსი ხალხო ანუ ყველაფერი ერთმანეთზე უარესი და იცი რა ზემეცინება ხო გაკ Spotify რო აი ბოლო დარჩენი ლარს რო ჩამოგაჭრეს ახლა დაგემატება ზედალურ ბოქსი არა ნომი ბეიბი იმენა გავაუქმები რომ მეთქი მეგი რაც გინდა ისქენი გათიშე ჩათიშე და მე ვთქვა იანვარის ბოქსი რო ძალიან თესლი იყოს რა ვქნა მე რო სხვა თავის ტკივილი დამეწყება ოკეი მაგრამ დეკემბერი ისეთი ცუდი ხო ძალიან ცუდი იყო ხო ნახე კი მე მგონია რომ $30 რო იხდი ყურჩი აი პაჩები ან რაღაც ეგეთი მისაკრობები ან რაღაცები არ უნდა იყოს აი მთლიანი ბოთლი თქვა რაღაცის რა full size-ზე ყველაფერი obviously яснად მაგრამ თუში ჩამოვიდა ზუსტად ამ ხელა but ანუ it's fun იმ ხრივ რაღაცას რო ელოდები ხსნი და ბევრი პატარა რაღაცები რო გაქრა თან ბევრი ამბავს აი ჩემი მეგობარი არის რომელსაც აქვს მეორე ყუთი ბოქსი ჩარმი როგორია ოღონდ რაღაც ისეთი არისო full size რაღაც ჩამოგდისო ყველაფერიო და მიკმაყოფილებსო online არ ვიცი მიკმაყოფილებსო online shopping-ის მოთხოვნილებასო რა იმიტომ რომ აი სულ რაღაც ახალი რაღაცები ჩამომდისო რა და ანუ მაგით ვერთობიო რომ ანუ უფრო მეტი ფული არ დახარჯო და რაღაცები просто ჩემამდე არ და ეს ხალხო ამას წინათ ვიყავ Amazon-ზე შესული საახალწლო საშობაო ფასტაკლებები არ იქნება მეთქი skincare ისეთი ძვირი არის ამერიკაში რომ ჩემამდე იმენა არ დადის აი რაღაც toner pads შემხვდა კორეული რომელიც ღირდა $42 მე ხო დადეს გადასახადი კორეულ არა ამერიკულ პროდუქტებს გაძვირდა ყველაფერი fuck you're right ეგ ვაფშე არ მახსოვდა იმიტომ რომ მეთქი კორეიდან და გამოიწერა კორეული ხო ვაფშე ჩავალ კორეაში at this point მაგფასად ხო და მაგალითად კაი გადავიდეთ თავარ თემას მოგარობა იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენ მაგიტო მოხდეთ ახლა აქ რა ეს თემა მოისმინეთ კონკრეტულად ნიკი მინაჯზე უკვე ძალიან ბევრჯერ ვილაპარაკეთ თქო ძალიან ზედაპირულად მაგრამ უკვე ისეთი რაღაცა გააკეთა ამ დედოფალმა არა ანუ ყოფილმა ანუ წინაზეც რომ ახსენ დედოფალი ხო ხანდახან აი უნდა გამიგოთ რა ხანდახან ცინიკურად ვამბობ დედოფალს ხანდახან პირდაპირ მშლობით ვამბობ ამან როგორი შეგაშინე აი ვერ აღწერ საერთოდ აი ისეთი გამოშტერებული ვარ ერიკა კერკ ვინც იცით და ალბათ იმედია ყველა მიცით არის ჩარლი კერკის ცოლი უბრალოდ იყო ჩარლი კერკის ახალი სტარი რესპუბლიკელებში what is happening რესპუბლიკელებში არა მინდა რომ განვაცხადოთ მაგაში ჰა რესპუბლიკელების რაღაც ობსესიური კატეგორიაში და ანუ მაგათ რაღაც turning point America ქვია თუ არ ვთქვი აი ამ რაღაც ფესტივალზე თუ რაღაც ამ შოუზე თუ meetings-ზე გამოდის Nicki Minaj Nicki fucking Minaj თან soundtrack-ი არის boom ისა super bass it's insane ანუ როგორი დაუჯერებელი იყო ეს ყველაფერი და რა გაუკეთა ეს მგონი სული გაყიდან რამე მე მგონია სერიოზულად ვამბობ და არავინ არ მეთანხმება მაგის იქმანი ხო მოძალადე იყო really yeah მე მგონია რომ ამას რაღაცა გაუჩიტეს უეჭველი რაღაც იმ პონჩი რა either tax or some shit ხო ეხლა რა მარტივი არის რომ გამოუქეკო და ანუ აი ჩვენ ლეზე დავგიდოთ მაგ პრობლემებსო შენ ოღონდ აი მოდი და თქვი რომ boy is a boy და დაში is a boy-ო და Oh my god, ამ ხოლ კონსპირაცია, მაგრამ ამერიკაში ხდება ეგენი? ამერიკიდან მოდის ეს ყველაფერი ჩემი აზრით. Oh my god, I feel bad for her. მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ ყავს 2 თუ 3 აი very very die hard Nicki fan და მე მინდა რომ აი მაგათი აზრი მოვესმინო ყველაზე მეტად რა. ანუ მე მგონია რომ ჩვენი თაობა ზოგადად she's making too hard for them to justify her actions. I know. და მე უბრალოდ ანუ მე მგონია რომ ჩვენ თაობაში ადამიანი არ არის, ანუ არიან, მაგრამ I don't know them. ვინც აი არ გიждდებოდა Nicki Minaj-ზე რა. და ანუ she was such a moment და ბევრი ჩვენგან ისეთ ისე რა თქვა, კარგად უთხარი ხალხს ვისაც არ უნახავს. ანუ რაღაც ახლა გავახსენდა მოვკვდები. მოკლედ ლაპარაკობს JD Vance-ზე, რომელიც არის ამერიკის პრემიერ-მინისტრი. და ამბობს რომ ანუ კომპლიმენტად ამბობს ერიკა კერკის წინაშე რომ he's an assassin. And you have amazing role models like the assassin JD Vance, our vice president. And when I say that, trust me, there's nothing new under the sun that I have not heard, so you're fine. ამის კვარი ხო he was assassinated. რატო თქვა კომპლიმენტად? არ ვიცი და მე ხო ის მიხდა და მე გაჩერდა და
ჯერ ერთი ერიკა კერგზე რა ვთქვათ ორის კერკ ერიკა კერკზე გოგო პაპში არ ჩანდა თავის ქმარი როცა ხალი იყო ანუ იმის სიკვდილი ლამის აღზევება ანუ აი ესე მოხდა მე ძალიან თავიდან ხო ძალიან არ ვიყავი მომხრე რომ მეთქი აი ამდენი ჯოუკი არ უნდა იყოს მეთქი ჩარლი კერკის კლუბასთან დაკავშირებით მეთქი რაღაც მაგრამ ის ფაქტი რომ დავინახე რომ ეს გოგო თოში იწვეთებს ცრემლს და მე იწმინდავს და მე რაღაცა და კენდის ოვენს ეჩხუბება და вообще კენდის ოვენს რო რისაკრებ rebirth აქვს საერთოდ თუ იცით კენდის ოვენს არის ასევე Republican პოდკასტერი გეიფერატკანიანი არის, მაგრამ ძალიან ბევრი ბოლო პერიოდი ლაპარაკობს, რომ თქვენ გავიწყდებათ, რომ ერიკაცო და კენდის ოვენსი ორივე არისო მსახიობიო. Really? Yeah. They're not პროფესიით ანუ და dating ანუ ეს ყველაფერი დაგეგმილი არის, რომ ანუ ხა ეს კენდის ოვენს ძალიან აჯვამს ერიკას in a sense that like ეს ძალიან ნიშ დრამაში გადახვედი. ნიკის გარდა ვინ იყო? ანუ ესეთი ცნობილი ტიპები ყავდათ. ვარ სიმართლე გითხრა არის. მე მარტო ნიკი ვნახე და მთლიანი ვიდეო არც მინახავს, იმიტომ რომ აი არ შემილია, აი ეს ყველაფერი რომ დავუშვა, იმიტომ რომ ნიკის შემოქმედება ძალიან მიყვარს personality wise. I'm not the biggest fan, მაგრამ იმდენად კარგი არის, რასაც აკეთებ და ეხლა აღარ გავუკეთებია, ცოტა აი თან არ დაგავიწოს fan base-ის უმეტესობა ვინ არის? gay people. ანუ აი ხო და ანუ თავის თავს ესვრის, თავის ტოც იჭრის რასაც ის და რანაირად მაგრამ ბევრი ამბობს რომ ეგ ხო ძალიან აქტიურია Twitter-ზე და ხალხო ჩემს Twitter-ი დასაწვავის სოციალ პლატფორმა. Twitter-მა დაგვანგრია მართლა ყველა. აი cancel culture ხო მაგით დაიბადა. ხო და ძალიან ბევრი ამბობს რომ აი იყო სიტუაციები, სადაც ნიკი მინაჟი ძალიან არ იყო რა active in a sense right თავის აზრი არ გამოხატაო ან არ დაფიქსირავ და აი მე მარცხენებმა ვინც უმეტესად მაგის ფანები იყვნენ ძალიან აკრიტიკასა და ამას მოეშალა ნერვები და ადგავდა ის შესაძლოა მე მგონია რომ ძალიან ბევრი მიზეზი გაქვს შენ ჯიპეში რატო შეიძლება გაეკეთებიან ნიკი ძალიან ბევრი აზრი მოვისმინე მაგრამ მე ჩემ კონსპირაციას და იქნებ უბრალოდ არ არის გოგო კარგად და მართლა ეგრე ფიქრობს ყველანაირი მუქარის და წნეხის garaშე ხო could be bad ის ფაქტი რომ ლაპარაკობდა ქრისტიანებზე და ქრისტიანების დაცვაზე აფრიკაში მაგაში სულს ვერაფერს ვერ ხედავ მართლა იმიტომ რომ მან მართლა რაღაც საშინელებები ხდება დარბევა და მკვლელობები და რაღაცები მაგრამ აი სხვა უკვე რაც მოყვა მაგის საუბარს უკვე no girl მე მაინც მიყვარს ნიკი well მარტო იმიტომ რომ super bass აქ სიმღერა ანუ თელი legacy ეყოფა აი ეგ სიმღერა. მაგრამ რატო ხდება ყოველთვის ეგრე რომ აი ძალიან ნიჭიერი ადამიანები აი უნდა გაბჭონ თავიანთი ხელოვნება აი ამ პოლიტიკური აზრებით თუნდაც ავიღოთ მაგალითად შუაქალაქის მსახიობი თათული. He's not over that you guys. ჩემ დაბადების მოხდა ყველაფერი მეგობრებო. ზოგიერთი ანუ მე გადავაბიჯებდი ჩემ პრინციპებს და მაინც მივწერდი რომ მოელოცა, მაგრამ თქვენ none of you did that so. ეგ ჩამჭა. არა, კიდევ ვინ Azealia Banks. ჩემთვის Azealia Banks-ის ანუ მუსიკა ხალხთა discography არის ერთ-ერთი სამაგალითო და ფენომენალური. Who else? ანუ ამერიკაში celebrity-ების სრული უმრავლესობა ძალიან დემოკრატი არის, არა? იმიტომ რომ წეხავს რომ იყო რესპუბლიკელი. ვინც არიან ვერ ამბობენ. გულის სიღრმეში არის and race and the Republican არის რა fuck. I don't know. მე მგონია რომ ყველაფერი უნდა დაწყარდა ეს. მე არ მიყვარს ეს პოლარიზირება ადამიანების. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მგონია რომ პოლიტიკოსების მთავარი დავალება არის რომ ერთ პოინტს დაკაჭახონ. მიხვდი და ეს რო იყოს რა. გასაგებია რომ მე მაგ თქვა ჩემი პრინციპები და პრინციპულ დონეზე ადამიანი თუ არ მეთანხმება რაღაც კონკრეტულ ჩამონათვალში მე მაგასაც ვერ მეგობრობ ადამიანთან მაგრამ მე იცი რა არ მომწონს აი შემოქმედებითი ადამიანები ვინც რაღაც სულ სხვა წრეში ტრიალებენ სხვა რაღაცას აკეთებენ რა აი თავის თავს რო ასიმილირებენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან რაღაც ძალიან ღიად რომ ხარდაჭერა აი Cardi B and Megan Thee Stallion რო გამოვიდა აი თუნდაც დემოკრატები რო იყვნენ და თუნდაც აქ ქოცები ნაცები ანუ ხო ხდება კონკრეტულ პარტიასთან როცა ხარ არ მომწონს ანუ შეიძლება შენი პროტესტი რაღაც პოზიცია გამოთქვა ესე საერთო მასშტაბით მაგრამ აი დოსოთ ვიღაცა რო იმენა ქოცის ტიპი არის ან ვიღაცა ძალიან აცის ტიპი რო არის არც ეგ არ მომწონს გათახვევე იმიტომ რომ შენ
გავლენას უნდა ახდენდა შენი შემოქმედებით და აი შენი ნიჭიერება კონკრეტული მიმართულებით სხვისი წამქეზებელი არ უნდა იყოს ვაფშე სხვა შენ პრეფერენციაში და უფრო პოლიტიკურში თუ როგორი იქნება რა. მაგრამ ძალიან დიდი დებატი არის იმაში, რომ და მეც ვეთანხმები, რომ უმეტესწილად ხელოვნება მაინც არის art is political. რა და სულ იყო. აი რომ გადახედავ ხელოვნების ძალიან complicated topic. ძალიან complicated. შეიძლება რომ უკან წავიღო რა, I'm so sorry. ხო, ხო მიხდარა. I don't know. I know. არ ვამბობ რომ ჩუმად უნდა იყოს, ვინმე ყველამ უნდა ილაპარაკოს. არა. მაგრამ აი დავუშვათ. შენ ამბობ, შენ თქვი საარჩევნო კამპანიაში რო იღებ მონაწილეობას, დარისიუმაა, ხვდები? შენ ამბობ კონკრეტულ ადამიანებთან ასოციაციაზე რა და არა თქვათ იდეასთან ასოციაციაზე. I carry Washington-ი მაგალითად დემოკრატების კამპანიაში იმენა ჩართული იყო და დიოდა ქალაქ-ქალაქ. ეგ არის ზედმეტი ჩემი აზრი. Oh, it's გააჩნია რა if you believe in I თუნდაც რა ვინ იყო ისეთი თქვათ okay რეპუბლიკელებს ვინყავთ Nicki Minaj's გარდა. Just fucking insane. I was thinking about that. ბაბშე რა ვერ გავახსენე. Carrie Underwood? Who is that? ის არის მგონი country singer. Kim K. ყავთ ოღონდ ძალიან ჭამნად. Kim K ხალხო. რომელიმე თქონას თუ გჯერათ რომ Kamala Harris შემოხაზა is ანუ you are delusional. So shit. You think she wants to pay taxes on her income? I don't think so. Ain't no way. You think Anna Tignaza wants to pay her taxes? No, I don't want to for sure. მაგრამ მე სხვათა შორის ეგეთ სენსიტიური არ ვარ. მე კი ანუ daily basis-ში ფიქრობს რომ სახელმწიფოს უხდის 22%. და მე არა, მე თოში ერთხელ როცა ხელფას მერიცხა. კიდევ კარგი რა გვეჭრება. მიხსრას მომბობ ანუ შენით რო რიცხავდე? რო რიცხავდე. ხალხო რეპუბლიკელი კი არა, ვინ ვიქნებოდი ანარქისტი ვიქნებოდი ალბათ. ჩემ სახეს უმალავ ასე, იმიტომ რომ მგონია რომ აი ყველას წაალი წილი სახება. No, вообще არ გაქვს. No, shop, don't do that. вообще არაფერი არ გაქვს ხანაირე. Okay, you're pretty. Stop. Oh. Stop you guys. მოკლედ ვუსრულებთ Nicki Minaj's გამოჯამთელებას. და ამავდროულად გადავინაცვლოთ სხვა ამბებზე. არა, ჩემ ფსიქოლოგთან გავდიოდი თამას და ჯერ ერთი აქვე მინდა რომ ყოველს გაგიზიაროთ ხალხო აღარ ვაპირებ ფსიქოლოგთან ზიარო. I'm not the problem, I swear to God. სამი სეანსი ვიყავი, მივეცი შანსი. We're not getting anywhere, ხალხო, ანუ იმენა. მაგრამ ცოტა სამი. No, ანუ მე სამში იმენა პოტენციალი უნდა დამენახა. ხო, ალბათ შეცვალე, სხვასთან წადე. ხო, და ეხლა სხვას არ წავიდე და კიდე სამი და ანუ ზებნა მეძარება ხდები. ჩვენ ხო თქვით უკვე რა, რას ვაპირებთ შემდეგ წელს. რას? რომ ყოველთვე გვინდა რაღაც საინტერესო ჰობის გაკეთება. Whether it's რაღაცა. უკეთესი იქნება რომ ჩემი მაგაში დახარჯა აი 500 დოლარი. ზუსტად, ანუ ხალხო მართლა ვერაფერს ვერ მივახწია, აი თქვენ გამოცდილება გამიზიარეთ, ვისაც გიuliათ, რა, აი რაღაც კონკრეტული მიზნით არ მისულარ, ალბათ რაღაცის კონკრეტულად გამოწარება რო გინდა, უფრო შედეგიანია რა. ანუ მე იმენა ხან იმას მივედებოდი ხან ამას და რაღაცნაირად ჩემი აზრით კარგად ვერ შევეწყვეთ რა. ანუ ცოტა სხვა ტიპი რო ყოფილიყო, ძალიან კარგი გოგო არის დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცის ყველაფერი, მაგრამ ანუ აი ოდნავ სხვანაირი მიდგომა მჭირდება მე და ოდნავ სხვანაირი ტიპშა. She's not the one, I think. ამიტომ time out-ს ვიღებ ფსიქოლოგებიდან და იმედი არ დამჭირდება დაბრუნება და არ მომიდება რომ დაუბრუნდა, მაგრამ კაი იქნება რომ დაუბრუნდა ჩემივე გადაწყვეტილებით ყველანაირი სირთულეების გარეშე. ხო და კარიჩო რას განვიხილავდით რა მე ვეუბნები რომ people pleaser-ი ვარ თქვა. და მე ჩავშალეთ რომ აი რატო გონია რომ people pleaser-ი ხარ და რაღაც რა და ანუ მე ის რომ მინდა რომ ყველას მოვწონდე და მაგიტო ვარ people pleaser-ი რომ ანუ მაქსიმალურად გასიამოვნებ იმიტომ რომ გულის სიღრმეში მინდა რომ შენ მე მოგწონდე. ეგო. ხო და მაგაზე მითხრა რომ ეგო people pleasing-ი არ არისო იმიტომ რომ შენ სანაცვლოდ რაღაცას ელოდები ანუ შენ რო კარგად ეგცავი ელოდები აი ამ ვალიდაციას და მოწონებას იმის მხრიდან რა. მაგრამ people pleaser-ები მაგას არ ვალიდაციას არ აკეთებენ ამ ყველაფერს. ხო I don't know she was telling me that. Okay, I don't know girl. იმიტომ რომ people pleaser-ი მაშინ იქნებოდიო თუ ისე გააკეთებდიო ყველაფერს, რომ შენ სანაცვლოდ არაფერი არ გინდოდეს რა, მაგრამ შენ ხო გინდაო სანაცვლოდ რაღაცაო. აბა მაშინ მიხარო. დედოფალია. ხო, what do we think about that? შენი აზრით ვარ people pleaser-ი? ხარ babe people pleaser-ი. ხო, მაგრამ მოიცა.
ანუ ეს გოგო რაღაცას რომ ებაზრებოდა ხოლმე, ხან ვიკარგები ხოლმე რა, ანუ რაღაცას რომ გიშტა. გადააბამს, ანუ აი სადღაც მე 3 სიტყვაზე ვარ დარჩენილი და არ ვფიქრობ არაფერ, თვალი რომ იშტარდება ხოლმე, ეგრე მე ზონა აუთი მემართება და დაამთავრებს წინადადებას. კეიგეთ ხვევით? ხოდა people pleaser-ი რატო არ ახლა რა დავფიქრდა თქვენი ვარ მაინც არა ალბათ იმის თქმა უნდა და რა ცუდი არ არისო იმიტომ რომ შენ აი ესე ბრმად და უპასუხოდ კი არ უკეთებო ხალხს იკეთეს და კარგსო ანუ სანაცვლოდ რაღაცასაც იღებო არაფერს არ იღებს სანაცვლოდ იღებს სიყვარულს bitch ახალი ფსიქოლოგია არ საჭირო people pleasing is მთავარი მუღამი არის რომ ლაპარაკობ ხალხობად people pleasing is მთავარი ნაკლი არის ეგრო სიგიჟემდე ეძებ იმ ვალიდაციას ხალხში სიგიჟემდე ეძებ იმ approvals და ეგეთი desperate ნუ გამომიყვანე თორე სახეში პირიქით I am like toning it down right now bitch იმიტომ რომ ყოველთვის უნდა ანუ შენ თავს რო ვერა პრიორიტეტებ და შენ needs ეგ არის პრობლემა რა ეგ არის რომ people pleaser-ი ხარ You don't please yourself, you please others. არა, I always please myself, მაგრამ ამასთან I please others. ეგ გასაგებია, მაგრამ არის რაღაც მომენტები და ხა let's not debate. ანუ მე ვიცი უკეთესად თუ შენ თავი. The fuck. შენ იცი ყველაფერში. არის მომენტები, როდესაც გააკეთებ ისეთ რაღაცას, რაც იმენა არ გინდა, რომ სხვას არ აწყენინო. რამდენჯერ მომისმენია? ხო მილიონჯერ. ხო, მაშინ რა გინდა? Shall let's move on. ხეს უყურებდი ვიდეოს, რომ Libra-სო, Bella Hadid-ი ამბობდა როგორც Libra, რომ სხვებზე ვფიქრობ და ჩემი თავი არ მაინტერესებს, ჩაგეგდა კიდევაც აკვიდაო და რაღაც შენ ვერ დაგაკავშირე ეგ პერსონა. It's not a Libra thing, I think. Right? I don't think so. Yeah. Which are რაღაც Bella Hadid-ი ან რაღაც middle child თემა. Bella Hadid-ი რო იგონებს რაღაცებს, ეგ უკვე ახალი ამბავი არ არის და მე მგონია რომ ძალიან self-involved არის. It's impossible რომ იყო მოდელი, მსახიობი whatever, media personality და არ იყო self-involved და არ იყო ანუ hysterical. Hysterical არის ფსიქოლოგიური დაავადება მეგობრებო, ანუ hysterical. ანუ ხო, ანუ არის აი ადამიანის აი როგორ თქვა რაღაც აი არქეტიპი რა და მე მგონია რომ უმეტესობა ცნობილი ადამიანების აქვთ ეს hysteria. ჩემი აზრით self-obsession აქვთ ყველა ცნობილი აი 80% იმ ადამიანებისა ვინც ჩანს არის self-centered ეგეთი უნდა იყო self-obsession არ ნიშნავს იმას რომ აი სიგიჟემდე იყო შენ თავი არამედ აი ყველა აი მინიმალურ დეტალს რო აკვირდები შენ თავის და ანუ აი 100%-ით რო გინდა რომ კარგად გამოიყურებოდა არა 100%-ით რო გიყვარს რაღაც აი ზედმეტად უყვართ ჩემი აზრით აი ეგეც არის მაგრამ მე მგონია რომ self-obsession იმაჟიც მოდის რომ მე მგონია most of them are not happy და tweet critic მაგას ყველა წარუმატებელი ადამიანი ეუნება თავის თავს რომ აი ვინ წარმატებულია და ბევრი ფული აქვს ვაფშე არ არიან ბედნიერები არა მაგაზე არ მაგან მე მგონია მე მგონია რომ Gwyneth Paltrow მაგალითად აი ესე კიდია ყველა და აი ყველაზე happy ადამიანი მაგრამ ვაფშე არ არის happy დარწმუნებული ვარ პროსტა ესე რო კიდია გეთანხმები რატო არ არის happy მინ არ არის ეგ გოგჩა ჩემი აზრით აი ეს happiness რო შეგეძლოს რომ შეიგრძნო არის იმენა ნიჭი ან იბადები მაგით ან არა და Gwyneth Paltrow-ს არა აქვს ეგ ნიჭი ესე მგონია აი ხო ხვდები შეიძლება მილიარდელი იყო და არ გქონდეს ეგ და ხატაკი იყო და გქონდეს და ბევრად უფრო ბედნიერი ადამიანი fuck you ხოდა ჩემი აზრით მე და შენ სადღაც შუაში ვართ აი ზოგი არის რომ არაფერი არ ექნება მაგრამ მაინც პოულობს რაღაც ხის ცხოვრებაში რომ გაიგიმოს ეგ ბრავო მაგრამ მე მეზიზღება პირიქით და რამდენი იცი ვისაც ძალიან ბევრი აქვს და საერთოდ ხო წუწუნი ერთი არის ანუ შეიძლება წუწუნი ძალიან ხელოვნური იყოს უბრალოდ რომ თავის თავში არ არის ბედნიერი და ხო that's the worst ანუ დაჟე ღარიბი რო ხარ და სიამოვნებას და ბედნიერებას რო ვერაფერში პოულობ იმას მაინც ფიქრობ რომ აი ფული რომ მქონდეს მექნება მაგრამ ფულის და ყველაფერი რო გაქვს მე ხარ ყველაზე ცოტა და მაინც რო ვერაკეთებ იმიტომ რომ ხვდები რომ არ არის მთავარი ფული რო ბედნიერება მოვიდეს რა მე ხვდები რომ შენშია პრობლემა და მაგას ვერ შეძლებ ფული შეიძლება იშავა მაგრამ ამ უნარს ესე მარტივად ვერ გამოიმუშავა. მაგრამ ეგ უნარზეც არ არის, ეგ იმაზე არის, რომ შენ ცხოვრებას უნდა კონდეს substance, მეგობრები, გარემო, აი ჰობი. შენ უნდა პოულობ და. ნუ ხო რა მშობა აქვს ბაზარი არა, ხო. ანუ შენ უნდა გქონდეს და არა შენ ცხოვრება. შენში უნდა იყოს. ხო, შენ ცხოვრება შენია, აბა ვისია, ჩემი. ერთხელ იყავი ფსიქოლოგთან და ლაპარაკობს ახლა რა. ამიტომ გამოდივარ ხალხო თორე ასე გეყრება შენ ფსიქოლოგი. თან მეორე მიზეზი ის არის იმენა ტრაქში არის სადღაც საბურთალოს ბოლოში და ტვინი ბაიქსიარლს. Okay, გემში დავაბით ხალხო მე როგორი ვარ სულას იყო. Okay, back. შემდეგი ეპიზოდი უფრო ისეთ იქნება. შემდეგი ეპიზოდი ხალხო იქნება ჩვენი ბოლო ეპიზოდი ამ წელს.
Oh my god, ძალიან დრამატულად ჭერდა. მე 40 ეპიზოდი იქნება თან. გადათვალე ჩემო პაიჭუკა. ხო რა ვიცი ნადარ ხარ. Oh my god. You კაცი ეგ შემისასალფე. Not. I see you guys, love you. გადმოგდეთ ყველას გრიპი. იმენა ვიყარ ხართ. მისურვად გამოჯამრთელება.